გინეკოლოგთან მისვლა ხშირად ბევრისთვის ძალიან დიდ პრობლემასთან და უხერხულობასთან, შიშთან არის დაკავშირებული. არადა ხშირად სწორედ ეს შიში გვიშლის ხელს დროულად ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. შედეგი ხშირად ძალიან გვიანია და სწორედ ეს იქნება დღეს ჩვენი სასაუბრო თემა, იმიტომ რომ ჩვენთან ეთერში სტუმრად არის მეან გინეკოლოგი ირაკლი ვერულაშვილი. მოგესალმოთ. მოგესალმებით. გამარჯობათ. სალამი ირაკლი. მოგწანდით. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. სტუმრად. მადლობა მოწვევისთვის. თუ არაფერი მტკივა, რატო წავიდე ექიმთან? ხშირად ისმის ალბათ ეს ფრაზა თქვენს ცხოვრებაში. რამდენად სარისკოა ესე, სანამ ტკივილი არ გაჩნდება, ექიმთან არ მისვლა? მე მგონი ჩვენს ცხოვრებაში ისმის ყველასთან ქართველებთან არ ვიცი ეს თუ სხვა მოსახლეობასაც ესე ჭირს, მაგრამ სანამ ბოლომდე რაღაც არ გაგვიჭირდება, ექიმთან არ მივდივართ იქამდე. რაც ძალიან დიდი პრობლემაა იქიდან გამომდინარე. რას ფიქრობთ, რასთან არის ეს შიში დაკავშირებული? ალბათ მორიდებასთან, ალბათ არ ვიცი, ბევრი ფაქტორია, ალბათ სანამ ადამიანს რაღაც არ შეაწუხებს და კონკრეტულ ფაქტის წინაშე არ დადგება, მაქამდე რაღაცა პროცესს, რა თქმა უნდა და მით უმეტეს ჩემს სფეროში და არ აქვს მნიშვნელობა ყველა სამედიცინო მიმართულებით პაციენტს როდესაც რაღაცა აწუხებს თუ არ აწუხებს, ჯობია რომ წელიწადში ერთხელ მაინც მით უმეტეს ხალი მივიდეს და არა აქვს იმას მნიშვნელობა უშუალოდ რაიმე სიმპტომი აქვს თუ არა, შეუძლია რომ გამოვრიცხოთ და პრევენციის მიზნით რომ მთელი ორგანიზმი გამოვიკვლიოთ და დიახ. ძალიან კარგი რა თქმა უნდა. კი ბატონო. ირაკლი, რომელი გინეკოლოგიური პრობლემები ვითარდება ძირითადად უმტკივნეულოდ? ეს შესაძლებელია ბევრი პრობლემა, მოდი ჩამოვთვალოთ, დიდი თემებია და მარტივად რო გავიაროთ, ეს შეიძლება იყოს ყელის პრობლემები, ეროზიები მაგალითად, რომელიც საწყის ეტაპზე არ ჩანს, შეიძლება რამდენიმე წლის განმავლობაში ქალს ჰქონდეს და თუ არ მივიდა და მაგალითად პაპ ტესტი, როგორი კვლევაც არის, პაპ ტესტი არ გაიკეთა და ყელი არ დათვალიერდა, შეიძლება წლების განმავლობაში ჰქონდეს ეს დაავადება და გადავიდეს უკვე უფრო ღრმა სტადიაში და უკვე როდესაც ჩვეულებრივად მკურნალობა აღარ ექვემდებარება, მარტო მკურნალობას აღარ ექვემდებარება, მე უკვე ოპერაციული ჩარევა საჭირო და რაში შეიძლება რომ გადაიზარდოს ეს ყველაფერი? აი მაგალითად სიმსივნურ პროცესებში შესაძლებელია გადაიზარდოს, როდესაც არის კიბოს წინარე დაავადებები, მაგალითად ყელის, როდესაც პირველი მეორე სტადია, ამ შემთხვევაში ბევრად მარტივად ხდება ამის მოგვარება, უკვე მესამე სტადიაში და უკვე წასული პროცესები, როდესაც არის უკვე რა თქმა უნდა მკურნალობა, დრო, ფინანსები და ყველაფერსთან არის დაკავშირებული, რაც უკვე ართულებს მთელ ამ პროცესებს. იცით რა მაინტერესებს? ხა ჩვენ ზოგადად ვისაუბრეთ, როდესაც სამედიცინო სფეროს შევეხეთ, როდესაც თქვი რომ დაუშვათ არაფერი არ მტკივა და რატომ მივიდა. თქვენ კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან ხშირად გამიგია რომ მერიდება, ვერ მივდივარ, აი რას გვაკარგინებს ეს მორიდება, აი ესე რომ ვთქვათ რომ მორიდება პრინციპში ასე ვთქვი გვაკარგინებს დროს და შესაძლებელია ის მარტივად მოსაგვარებელი პრობლემა მივიღოთ უფრო გართულებულად, მაგალითად როგორც არის მაგალითად საშვილოსნოს კისტები, რომელიც აბსოლუტურად შესაძლებელია პირველ ეტაპზე იყოს უმტკივნეულო და თუ არ მივიდა ადამიანი და ეხოსკოპი არ გაიკეთა, იქ არ ჩანს. ჩავთვალოთ, რომ ზის ფარულ ბომბზე, რომელიც შესაძლებელია რაღაც პერიოდში თუ არ გასკდა, ხო, ან არ შემოიგრიხა, აპოპლექსია არ მოხდა, ამ შემთხვევაში პაციენტი ვერ იკებს და ჯობია ეს დროულად მივიდეს, აღმოიფხვრას და რა თქმა უნდა დროულად მოგვარდეს. იცით რა მაინტერესებს? აი თქვენთან როგორც გინეკოლოგთან რომ მოდის ადამიანი, აი არანაირი სიმპტომი არ აქვს, მოდის კვლევაზე უბრალოდ, ხო? აი რა უნდა გასინჯოთ, რა პროცედურები უნდა გაიაროს, თუმცა ეხოსკოპია, აი რა არის თქვენი რეკომენდაცია? რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის ხელით გასინჯვა, სიმპტომების გამოკითხვა, ეხოსკოპიური კვლევა, ზოგადი შეფასება ჯანმრთელობის, იმიტომ რომ არის ხოლმე რომ ისეთი პრობლემა მაგალითად როგორც არის სისხლდენები, ხო, ქალებში და არის ძალიან ხშირი, შესაძლებელია რომ გამოწვეული იყოს მაგალითად შესაძლებელია იყოს პოლიპი, საშვილოსნოს ყელის დაზიანება, მიომები, რომლებსაც სჭირდება სხვადასხვა მიდგომა, ზოგს სჭირდება ოპერაციული ჩარევა, მაგალითად ზოგი კონსერვატიულად შემოვიფარგლებით, ზოგს კი სჭირდება დაკვირვება დინამიკაში და აქედან გამომდინარე აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს რასთან გვაქვს საქმე. ირაკლი, ხშირად გვესმის ახალგაზრდა
ეს პრობლემა მე არ მეხება. თუ აქვს თულებას ასაკი. თუ იცავს ქალბატონს აი გინეკოლოგიური პრობლემებისგან ასაკი. აი ასაკიც ქალბატონებში და ზოგადად არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა იყოს ჯამთელი. აი რაც ახსენე, შესაძლებელია ონკოლოგიური დაავადებები შედარებით გაახალგაზრდავებულია და დიდი შანსი არის იმისი, რომ რაღაც პერიოდში ეს დაავადება არ იჩინოს თავი და რაღაც პერიოდის მერე შესაძლებელია პროვოცირდეს. ამიტომ ყველაფერის თავიდან რომ ავირიდოთ, ყოველ შემთხვევაში ჯობია რომ მაინც ჯობია რომ არის რომ პრევენციული მეთოდით ეს სულ შემოწმება იყოს აუცილებლად. დღეს აი თანამედროვე ახალგაზრდა ქალები რაღაცაზე კითხვაზე თავის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პასუხს ინტერნეტ სივრცეში ეძებენ. აი რამდენად სახიფათოა თვითმკურნალობა, თვით აი ეს რაღაცა ინტერნეტ სივრცე ზოგადად თავის პლუსის აქვს, თავისი მინუსის. პაციენტი შედარებით უფრო განათლებული მოდის და უფრო ადვილი არის მასთან საუბარი და ახსნა თუ რა დაავადებასთან გვაქვს საქმე და მკურნალობა, მაგრამ მეორე უარყოფითი მხარე არის ის, რომ იწყებენ თვითმკურნალობას და ამან შესაძლებელია მაგალითად შეიძლება ერთი სიმპტომი ქონდეს ორივე პაციენტს, მაგრამ გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა იყოს და სიტყვაზე ერთი მედიკამენტის მკურნალობა ორივე მიმართულებით მოგვცეს სხვა შედეგი ერთ პაციენტთან და უფრო დავაზიანოთ და ღრმა შედეგებამდე მივიდეთ. კიდევ ერთი გავრცელებული შიში ეს არის კონტრაცეფცია. ჯანმრთელობას აზიანებს, ასე ამბობენ. რატომ ჩამოყალიბდა ეს მითი და ჩამოყალიბდა ეს რაღაც მითი და რატომ არის მნიშვნელოვანი ესეთი ექიმის რეკომენდაციით რომ შეირჩეს? კონტრაცეფცია ზოგადად აქვს სამკურნალო მეთოდი და აქვს დაცვითი მეთოდი. ინდივიდუალური არის თითოეული კონტრაცეფციის, ანუ ესე არ მუშაობს, რომ ერთ ადამიანზე სიტყვაზე არის სხვანაირად, მეორე ადამიანზე სხვანაირად. ერთი კონტრაცეპტივი რომ მოვარგოთ ერთი და იგივე ადამიანს ესეთი რაღაც არ არსებობს, ამიტომ აუცილებლად ექიმის დანიშნულების ქვეშ უნდა მოხდეს, რომ გაითვალისწინოს ყველანაირი რისკ ფაქტორი, ასაკი, წონა, იქ 1000 რაღაცა არის და უნდა მოხდეს ინდივიდუალურად დანიშნა. ძირითადად შიში არის ხოლმე, რომ აი წონაში ვიმატებ და უფრო მაკუთხით ეშინიათ ხოლმე, ეს ავიცი ეს მითი არის გავრცელებული და წონაში მომატებას პრინციპში წლის შეკავებას იწვევს გარკვეულწილად და გარკვეულწილად აკეთებს იმას, რომ წონის მოკლედ კორექცია შესაძლებელია. ანუ ეს დონეზე ხდება. წლის შეკავებას და მადის მომატებასაც იწვევს, რა თქმა უნდა, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ რაღაც სიტყვაზე რაღაც გლობალური დარღვევები მივიღოთ. იცით რა მაინტერესებს? აი დავუშვათ რა არის ის საგანგაშო უკვე ნიშნული, რომელიც აუცილებელია უკვე აი სიმპტომი, დავუშვათ, რომელიც დროსაც აუცილებელია უკვე რომ ექიმთან მეხვიდე. აი რა შეიძლება ჩაითვალოს ეს საგანგაშო ნიშნულად. ნუ რა თქმა უნდა, ტკივილი. ხალის შემთხვევაში ტკივილი. სისხლიანი გამონადენი ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს კლინიკას და ეს უკვე გადაუდებელი შემთხვევაა. იცით რა მაინტერესებს? აი დავუშვათ ჩემს ცხოვრებაში ყოფილა ესეთი მომენტი, როდესაც გამიგია რომ მშობიარობა ეს ბევრად უფრო კარგი არის, ვიდრე საკეისრო კვეთით გაჩენილი, დავუშვათ ბავშვებს ეს საკეისრო კვეთა. რამდენად სინამდვილეს შეესაბამება ეს და აი რა შეგიძლიათ რომ აი ამ კუთხით ვთქვათ, რა დროს არის საჭირო საკეისრო კვეთის დანიშვნა, იმიტომ რომ მე პირადად თვალების პრობლემა მქონდა მთელი ცხოვრება და აქედან გამომდინარე ექიმის რჩევითაც და ამ რეკომენდაციების მიხედვით ორივე ბავშვი მყავს საკეისრო კვეთით გაჩენილი. რამდენად უკეთესია დავუშვათ ფიზიოლოგიურად მშობიარობა? არანაირი პრობლემა არ აქვს, ხო? ჯობია ისე არის შექმნა ღმერთმა ისე, რომ უნდა იმშობიაროს ფიზიოლოგიურად. საკეისრო არის სიცოცხლის გადამჩენელი ოპერაცია, რომელიც მშობიარობის დროს ხანდახან არის ჩვენება, როდესაც ჭირდება დედას, ხანდახან არის ჩვენება, როდესაც ჭირდება ბავშვს და ის მითი, რომ სიტყვაზე საკეისროთი გაჩენილი ბავშვი უფრო ცუდია ვიდრე ფიზიოლოგიურად, ну ეს ამ შემთხვევაში ბავშვია და ხო ეს დამოკიდებულია უკვე ბავშვის გაზრდაზე, აღზრდაზე, გენეტიკაზე და ბევრ ფაქტორზე. ირაკლი, რაღაცა ესეც გამიგია ამ ბოლო დროს, რომ საკეისრო კვეთაზე ესე არ თანხმდებით, ხო? როდესაც არ არის რეკომენდაციები. ზოგადად ხო გონიათ, რომ ბევრს ეშინია ესე ბევრს ეშინია და გონიათ რაღაც ექიმები დაყოფილები არიან, რომ აი ამას საკეისრო
საინტერესოს კეთება უყვარს, ამას არ უყვარს. რეალურად ესე არ არის ზოგადად ხო გვიჩვენია ჩვენს რომ თუ შესაძლებელია რომ ფიზიოლოგიურად იმშობიაროს ქალმა, მომშობიარებ ფიზიოლოგიურად თუ რაღაცა ჩვენება, მე რა თქვენი დაყოლება ადვილია მაგ ჩვენი დაყოლება ადვილი არ არის პრინციპში უბრალოდ როგორც იცავს საბოლოო ჯამში ისე ვაკეთებთ, მაგრამ რა თქმა უნდა ყველაფერს პროტოკოლის მიხედვით როგორც არის რჩევა დარიგებას ვაძლევთ და თუ მაინც გადაიფიქრეს მაგ შემთხვევაში ვაკეთებთ. სტრესი რამდენად მოქმედებს ქალის ჰორმონალურ და ესეთი რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზოგადად. ნუ სტრესი ზოგადად უარყოფითად მოქმედებს ყველაფერზე, გინა ქალის და გინა კაცის მიმართულებით, მაგრამ განსაკუთრებით აი ამ ჰორმონალურ და რეპროდუქციულ მიმართულებით. ჰორმონალური ფონი ზოგადად ბევრმა რაღაცამ შეიძლება დაარღვიოს აკლიმატიზაციამ, საკვებმა, სტრესმა, როდესაც უკვე ქალს მენოპაუზა იწყება ამ შემთხვევაშიც უკვე იღება ციკლი და ბევრი ფაქტორია ამ მიმართულებით. იცით რა მაინტერესებს? აი მენოპაუზაზე ჩამოვარდა საუბარი და ესეც ძალიან ხშირად უხერხულ თემად აღიქმება და აი რატო ხდება ეს თქვენი დავუშვათ დაკვირვებით ალბათ გიკითხავთ თქვენი პაციენტებისთვის რატომ ეუხერხულებათ ამ თემაზე საუბარი ეს არის ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური მდგომარეობა ჩვეულებრივი ქალისთვის რომელიც დგება დაახლოებით სადღაც 45-55 წლის ასაკში ამ დროს ხდება ის რომ საკვერცხე წვეთს უკვე თავის ქალური ჰორმონის გამოყოფას და ფუნქციონირებას და ხდება ციკლის შეწყვეტა რაღაცნაირად ქალებისთვის ცოტა ისეთი მტკივნეული თემაა, თუმცა, როდესაც ხდება სწორი მენეჯმენტი და სწორი მკურნალობა ამ შემთხვევაში, ნაკლებად ტანჯველი არის, რადგან ამ პერიოდს მოყვება ქალებისთვის ნალები, წამოხურება, ცოტა დეპრესიული მოვლენები, უენერგიობა, რომელიც რამდენიმე წელი გრძელდება, შემდგომ იწყება ძვლის პრობლემები, რადგანაც ხდება ძვლების დარბილება, კალციუმი აღარ მიეწოდება საკვარისი რაოდენობით ძვლებს და ნუ ეს პრობლემები რო იქნოს თავიდან აცილებული, ერთი ვარიანტი არის ის, რომ უნდა მივაწოდოთ ხალს ჰორმონები და ეს პერიოდი გადავატარებინოთ შედარებით რბილად და ნუ არის ბევრი მეთოდი, რომლის დროსაც შეხება წონის პრობლემაც იჩენს თავს კი ბატონო. აი ზამთრის პერიოდში ვართ, ხო? და ნუ შესაბამისად ბევრი ვირუსები და ესეთი არასასიამოვნო ესე ვთქვათ ინფექციები ცირკულირებს ამ პერიოდში, ხო? და არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, ზოგადად ესეთი პერიოდია, ხო? აი ორსულებს როგორ რჩევას მისცემთ, როგორ გაუფრთხილდნენ თავს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ აი გასულ წელს, ნუ დეკემბრის ბოლოს მე, რომელიც არც ორსულად ვარ და არ გაწუხებს ხო, არ მაწუხებს ესეთი პრობლემები. ნუ ისეთი ვირუსი გადავიტანე, რომ ძლივს გადავრჩი. შესაბამისად, მეტი პასუხისგებლობა და უფრო ესეთია, ხო, ორგანიზმი, როცა ორსულად არის ქალბატონი. აი ამ შემთხვევაში რას ურჩევთ აი ამ პერიოდში, ან როგორია სტატისტიკა, რამდენად მოგმართავენ ისეთი ჩივილებით, რომ თქვათ აი გადაიტანეს ვირუსი, ან რაღაცა ადამიანებმა, რომლებიც არიან ძირითადად ეს პერიოდები მე მგონი გაზაფხული შემოდგომის პერიოდია, ნუ ზამთრისაც და ძირითადად პრინციპში ორსული ორმაგად ფრთხილად უნდა იყოს და ჩვეულებრივად რეკომენდაციებია ასაც ყველას მიმართულებით გასეთქვით. აცრის მიმართულებითაც ყველა კლინიკას აქვს აცრა შეუძლია ყველა პაციენტი, თუმცა ეს დამოკიდებულია პაციენტის სურვილზე, იმიტომ რომ არის ანტივაქსერი საზოგადოებაც, რომელსაც არ სურს და თავისი მოსაზრება აქვს და მივესალმებით ამასაც. ხო, დანარჩენი უნდა მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებში სიარულს, უნდა გადავადგილდეთ პირბადით, მივიღოთ D ვიტამინი, როდესაც არის მზის საშუალება მივიფიცხოთ მზეს და უნდა ვიყოთ შედარებით ფრთხილად. კიდევ ერთი ძალიან ესეთი გავრცელებულ საკითხზე მინდა რომ გკითხოთ, რადგანაც ჩვენთან ხართ სტუმრად და დრო ვიხელთო. არის ესეთი მცნება პოლიკისტოზური საკვერცხე და არის ესეთი დავუშვათ მითი, რომ ან მოსაზრება, რომ პოლიკისტოზური საკვერცხის შემთხვევაში ძნელია დაფეხმძიმება, ან შეიძლება ხშირ შემთხვევაში ვერ დადგეს ორსულობა.
როგორ პოლიკისტოზი ზოგადად დაავადება, რომელიც ესე არ იკურნება, თუმცა სწორად წარმოქმნის შემთხვევაში შესაძლებელი არის, რომ მივიდეთ რაღაც შედეგამდე და როგორც წესი პაციენტმა არ იცის, რომ მას აქვს პოლიკისტოზური საკვერცხე და უკვე როდესაც თანაცხოვრების მერე უკვე მიდგება პერიოდი, როდესაც უნდა დაურსულდეს, აიქნება ხოლმე პრობლემა და ვაწყდებით, ან შესაძლებელია იყოს ენდომეტრიოზი, შესაძლებელი იყოს პოლიკისტოზური საკვერცხე და ამას პრინციპში ახლავს ის, რომ თავისი სიმპტომები აქვს ერთი რომ წონაში მატება აქვს თავის არეში თმების ცვენა, პირიქით თმების მომატება ხელებზე, მუცლის წინა კედელზე. ეს სიმპტომებია, რომლითაც შესაძლებელია გამომჟღავნდეს და მისდეს პაციენტი და მივიდეს, თუმცა შესაძლებელია ეს სიმპტომები საერთოდ არ ქონდეს და უბრალოდ იმის გამო რომ ორსულობა არ დგება, აღმოჩნდეს ამ კვლევებით, რომ პაციენტს აღენიშნება პოლიკისტოზი. მაგრამ ეს მსჯავრს შესაძლებელია მაინც რომ პოლიკისტოზური საკვერცხით, თუმცა რა თქმა უნდა, მაგის თქმა მინდა ბოლომდე არ იკურნება, თუმცა სწორი წარმართვის შემთხვევაში დიდი შანსი არის იმისი, რომ პაციენტი დაურსულდეს და დაურსულებლად. ირაკლი, პოლიუმის მსჯავრზე დაფეხმძიმებამდე და ორსულობის პერიოდშიც, ხო? მგონი არ არსებობს ორსული, ვინც პოლიუმის მსჯავრს არ იღებს. რატომ არის ეს საჭირო და რისთვის არის კარგი? პოლიუმის მსჯავრი პრინციპში პროტოკოლში გვაქვს ჩადებული, რომ ყველა ორსულს სწორედ აღნიშნეთ, რომ ენიშნება დაურსულებამდეც. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ნერვული ღეროს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და დაახლოებით ყველა ორსულს 12-14 კვირამდე ზოგ ორსულობის ბოლომდეც ენიშნება და ასევე რკინის შეწყობას უწყობს ხელს, მოკლედ ყველა ორსული თუ საჭირო ელემენტია. მოქმედებს ორსული. მე მგონი ყველაფერი ვკითხეთ, გავწურეთ ეს კაცი. დაგემშვიდობებით, ძალიან დიდ მადლობას გეტყვით. ჩვენი სტუმარი იყო ექიმ გინეკოლოგი ირაკლი ვერულაშვილი. ძალიან დიდი მადლობა.